საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ კვლავ TV+-ის ეთერში ვართ. ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას და ჩვენ დღევანდელი გადაცემა მიეძღვნება კვლავ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას. თქვენ კარგად მოგეხსენებათ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და მიმდინარე მოვლენები, რომელი მოვლენების საფუძველზე ქვეყანაში დღემდე უკვე არის დაძაბული მდგომარეობა და ამ დაძაბული მდგომარეობის ფონზე არათუ მარტო პოლიტიკურ წრეებში და არათუ მარტო პოლიტიკურ პარტიებში და ხელისუფლებასა და ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას შორის შეიქმნა უკვე დაპირისპირების უკიდურესი ფორმა, არამედ ჩვენ ხედავთ უკვე, რომ დღითი დღე იზრდება საზოგადოებაში ძალიან მომიტყვი ისეთი მოქმედებები, რომლის საფუძველზეც არ გამოვრიცხავ, რომ არ გაეხლიჩოს საზოგადოება შუაზე და საქართველოში არ მოხდეს კვლავ ის უბედურება, რომელი უბედურების საფუძველზეც ჩვენ ერთმანეთს ვესროლეთ თოფი. ჩვენ ერთხელ დავღარეთ სისხლი ამ ქვეყანაში და დღემდე მოგდებს ჩვენ ის უბედურება, ის სოდვები და ის მართლაც რომ მიტყვი საშინელი ტრაგედია, რომელიც 90-იან წლებში ჩვენ ერთმანეთს დავმართეთ. აქეთ მიდის ყველაფერი დღეს, რადგან ხედავთ უკვე, რომ გუშინტინელმა უпроსწორად რაღაც დაპირისპირებმა და რაღაც გარკვეულმა უკვე დადგმულმა პროვოკაციულმა გეგმამ უკვე ფეხი აიდგა და ეს იყო ცდელობა იმისა, რომ თბილისში საახალწლო ნაძვისხი არაინთო იმიტომ, რომ თურმე ასე უნდა დღეს აი ამ რადიკალურ ძალებს და რადიკალურ დაჯგუფებებს, რომლებიც დღეს ფაქტიურად აკონტროლებენ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიას. ჩვენ ვისაუბრებთ ასევე ახლად არჩეულ პრეზიდენტზე და ვისაუბრებთ ასევე ყოფილ და ვადაგასულ და უღირს ჯერჯერობით ისევ ორპარასკევ დარჩენილ პრეზიდენტზე ქუჩა მოწანწალე ფუფალა სალომე ზურაბიშვილზე და მის გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ამ თემებთან დაკავშირებით დღეს სიღრმისეულად ვიმსჯელებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში პოლკოვნიკი ბატონი კონსტანტინე ფორჩხიძე. მოგესალმებით ბატონო კოტე. მოგესალმებით. მადლობა რომ მოვზადეთ ჩვენთან გადაცემაში. ბატონო კოტე, მოდი დავიწყოთ აი ახალი პროვოკაციული გეგმებისა და ახალი რომ მიტყვი იმ რაღაც არ არის ეს უკვე შეცვალა ტაქტიკა მოწინააღმდეგე მხარემ იყო დაუშვათ პროცესები, რომელი პროცესების საფუძველზე ეს იყო პირდაპირ ღიაჩანდა დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და ეს დღემდე მოდიოდა და მათ ოპოზიციურ პარტიებს ჰქონდათ გარკვეული გეგმები და ეს გეგმები ჩვენ ვიხილეთ რუსთაველზე, ვნახეთ თუ როგორ ხდებოდა მათ მიერ დაორგანიზებული საპროტესტო აქციები, ვნახეთ ჩვენ როგორ ხდებოდა მათ მიერ მომზადებული ჯგუფების მოქმედება პოლიციელებისა და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფების წინააღმდეგ და ვნახეთ ჩვენ როგორ იყენებდნენ ისინი სხვადასხვა საშუალებებს იმისათვის, რომ ქვეყანაში დაღვრილიყო სისხლი. მაგრამ ვინაიდან აი ამ ტაქტიკამ და აი ამ გეგმამ ამოწურა რესურსი, იმიტომ რომ მოხდა მისი ლოკალიზება და მოხდა მისი, რომ მიტყვი, დროულად დაკონსერვება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან და ასე სხვათა შორის, როგორც თქვენ ისე ვფიქრობ, მეც იყო ეს ძალიან უმაღლეს პროფესიულ დონეზე გაკეთებული, მაგრამ ეხლა ვხედავთ ახალი ტალღა, რომელი ტალღა ჩვენ ეხლა ვიხილეთ და ახალი გეგმა, ახალი მოქმედება ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც არ ჩანან და გამოჩნდა საზოგადოება. გამოჩნდა ერთი მხარეც და მეორე მხარეც. რა გეგმა არის და სად მივდივართ ჩვენ და სად უნდა წაიყვანონ სწორედ აი ესეთი მოქმედებები და გამომდინარე ეს ქვეყანა. გასაგებია, მადლობა მოწვევისთვის. მე დიდი მადლობა მინდა ბატონ დრისთან გითხრათ, რომ მithმობთ ეთერს ამ ასე ვთქვათ თქვენ ტელევიზიაში, რომ ჩემი მოგზაურებული აზრი მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს და მისაღების სტუმარებს ამდენი ბატონო კოტე, როგორც ტელევიზიის ისე საზოგადოებისთვის და ამიტომ ხარ თქვენ ამ ცოტა ხნის წინ მქონდა სატელევიზიო ეთერი ერთ-ერთ ტელევიზიაში, ახლა არ დავასახლებ, რეკლამა რო არ გამომივიდეს, ხო და იქაც დაახლოებით ანალოგიური შეკითხვები დაისვა
დაისვა იმასთან დაკავშირებით თუ რა ეტაპზეა დღეს ეს ექსტრემისტული განწყობები და რა ეტაპზეა დღეს ის მოქმედებები, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ რუსთაველის გამზერზე. და არა მარტო რუსთაველის გამზერზე, უკვე ამან თითქმის მთელი საქართველოს გარკვეული ქალაქების და რაიონების, ასე ვთქვათ, ნაწილი მოიცვა. არასრულად, მაგრამ გარკვეული ნაწილი არის ამაში. გარკვეული კერები არის უკვე და პროცესები. ხო. იქნება სურათი, თითქოს ეს არის სრულიად საყოველთაო გაფიცვა და ამას ტირაჟირებენ ტელევიზიები იმისათვის, რომ წარმოაჩინონ თითქოს არის საერთო სახალხო მღელვარება მასთან დაკავშირებით. ანუ ეს არის ეგრეთ წოდებული კარტინკას ეძახიან ამას, სატელევიზიო კარტინკის შექმნა, იმისათვის, რომ წინასწარ მოამზადონ ნიადაგი შემდგომი საყოველთაო, ასე ვთქვათ, მღელვარების გასაღვივებლად და ეს გახლავთ იმ გეგმის ნაწილი, რა გეგმაც იქნა შემუშავებული თავის დროზე უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი შეცვლის სახელმწიფო გადატრიალების გზით. ეს უკვე ნათელია. მე ვფიქრობ, უკვე დადგა დრო იმისათვის, რომ ძალოვანმა უწყებებმა დააფიქსირონ და არა მარტო ძალოვანმა უწყებებმა, არამედ უკვე პროკურატურაში უნდა იქნას აღზრული როგორც ზედამხედველ ორგანოში ძალოვან უწყებებზე სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლით. და უნდა იყოს გამოკვეთილი და უკვე გამოკვეთილიც არის, იმიტომ რომ რახან საზოგადოება და არა მარტო საექსპერტო წრეები, არამედ უკვე საზოგადოება ფართოდ ხედავს თუ რა ძალები მონაწილეობენ, ანუ იციან მონაწილე მხარე ვინ არის, იციან ჩართული მხარე ვინ არის და იციან დაახლოებით თუ საით მიდის ეს პროცესები. ძალიან ცუდი პროცესები დაიწყო 2-3 დღის უკან, როდესაც ჩვენ ნახეთ ეგრეთ წოდებული რიტუალური ქრისტეს გამოსახულების, სასახლეზე ამოტვიფრული ქრისტეს გამოსახულების რიტუალური დაწვის, ასე ვთქვათ, პერფორმანსი, მათ ენაზე რო ვთქვათ, ხო, სცენა, მოდი ესე ვთქვათ, უფრო სწორი იქნება, სცენა, რომელსაც ჰქონდა მკვეთრად განსაზღვრული მიმართულება და ის მიმართული იყო საქართველოში 90%-იან, ასე ვთქვათ, მართლმადიდებულ მრევლზე, ქრისტიანულ მრევლზე და მიზნად ისახავდა სრულიად მარტივად, ყველასთვის გასაგებად მიზნად ისახავდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. ჩვენ ვიცით და ეს არის კარგად გათვლილი გეგმის ნაწილი, ბატონ ტრისტა, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ყველა აკვირდება თუ როგორ რეაგირებს ამაზე ქართველი ერი და არ რეაგირებს ამაზე მხოლოდ უკანასკნელი, ასე ვთქვათ, ჩვენი ისტორიის მანძილზე რეაგირებდა ყოველთვის მთელი მისი არსებობის ისტორიის მანძილზე, ხო? ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც 100,000 ქართველი მოწამე, რომელიც შეეწირა, ასე ვთქვათ, მეტეხის ხიდთან შეეწირა აი მძლავრ მოძალებას შეურაცხყოფისა, ხატის შეურაცხყოფისა, მინდა ვთქვა. ბოლო პერიოდს თუ დავაკვირდებით, ხატთან მებრძოლეობა და ასე ვთქვათ, ხატების წინააღმდეგ ბრძოლა იქცა გარკვეულ ტაქტიკად, ხო და იცით რა არის? ამის უკან დგას პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ისინი ცდილობენ იყვნენ ჭრდილში და სამოქალაქო სექტორზე გადაიტანონ ეს ყველაფერი. ანუ სამოქალაქო სექტორში, დაფინანსებად სექტორში, მინდა ვთქვა, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან, ფინანსდება საკმაოდ მსუყეთ, მინდა ვთქვა, და აი ამ მსუყე დაფინანსებისა გამო და იმ ვალდებულებებისა გამო, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ თავიანთ დამკვეთებთან, ისინი ახორციელებენ აი ამ ქმედებას მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე. ანუ გარკვეული ფულადი სარგებელის მიღების საფასურად და გარკვეული, ასე ვთქვათ, სხვა ინტერესების მიღების საფასურად, ну, კეთილდღეობის მიღების საფასურად მათი მხრიდან ვიძახი, ხო?
მათთვის ხსნილია ყველა გზა, მათთვის ხსნილია ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის და ევროპის ქვეყნების საქართველოს წარმოადგენელი ყველა საელჩოს კარი, მათთვის ღია ევროპაში, ასე ვთქვათ, დაჟე კაპიტოლიუმის ასე ვთქვათ, კაპიტოლიუმის კარებიც კი, სადაც შეუძლიათ მოსმენაზე მივიდნენ და დაასმინონ საკუთარი ხალხის მიერ არჩეული ლეგიტიმური ხელისუფლება. ეს საუბრობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ყავსო, მაგრამ მაშინ ლეგიტიმურად ხო იყო არჩეული ეს ხელისუფლება, ხო? იმ ლეგიტიმურ ხელისუფლებასაც ასმენდნენ. ნუ ჩვენ ეს ვნახეთ ეკა გიგაურისა და ასე ვთქვათ, მათ დავარქმევდი მე თანამედროვე ტროცკისტებს. შპიონი ბავშვების წანწალი. თანამედროვე ტროცკისტებს და არაფრით არ განსხვავდებიან ისინი 20 და 30-იანი წლების, ასე ვთქვათ, RSDMP პარტიის იმ შემადგენლობისაგან, რასაც მცირედი კომსომოლი და პავლიკა მაროზოვები ქვია. ამიტომ არის ეს ყველაფერი. ესე იგი, ვნახეთ ჩვენ ის დაწვის ფაქტი, რიტუალური დაწვის ფაქტი და მას მოყვა შემდგომ უშუალოდ უკვე ღვთელმსახურების მომენტში, ანუ ნათლობის ასე ვთქვათ, ნათლობის პროცესის მიმდინარეობის პერიოდში, როგორც შეუვარდნენ მამა შალვას თითქმის ეკლესიაში და მას მიაყენეს შეურაცხყოფა, არა მარტო პირადად მას მიაყენეს შეურაცხყოფა, არამედ ფაქტიურად აი აქ შევარდნით, მათ შეურაცხყოფა მიაყენეს იმ საკულტო დაწესებულებას, რასაც ნათლობის რიტუალს, იმ რეალს, რომელიც ყველაფერს აბსოლუტურად. ეს იყო გათვლილი მარტივ რეაქციაზე და ეს რეაქცია შედგა, მინდა ვთქვა, ხო? და ეს რეაქცია შედგა, სპონტანური რეაქცია, მინდა ვთქვა და რომ არა ბატონი მდინარაძის, ასე ვთქვათ, ადეკვატური საქციელი, არავინ არ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, აი ამ ორი სამოქალაქო, ასე ვთქვათ, დაპირისპირების წარმოქმნის შემთხვევაში, ხო? და ამას ექნებოდა რელიგიური დაპირისპირების ასე ვთქვათ, საფუძველი. ეხლა უყუროთ, ესე იგი, რაში ეწერება ეს ყველაფერი ბატონ ტრისტან, მოდი ესე ვთქვათ. ეს ყველაფერი ეწერება ძალიან მარტივ ლოგიკაში და იმ გეგმაში, ეს არის გეგმა B მათი მხრიდან განსახორციელებელი, და გეგმა A მათ ჩაუვარდათ, მათ სცადეს სახელმწიფოს მდგრადობის, ასე ვთქვათ, გასინჯვა და ამ გასინჯვის შედეგად მიიღეს ის, რომ სახელმწიფო თავის სტრუქტურებით არის ძალიან მყარ მდგომარეობაში და მისი ჩამოქცევა, როგორც ასეთი, აი ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებლად შეიქმნა. ესე იგი, გადავიდნენ გეგმა B-ზე, იმიტომ რომ გეგმა B რა არის? გეგმა B არის მათთვის სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება, ანუ სამოქალაქო საზოგადოების გახლეჩა და ამ გახლეჩის ნიადაგზე შესაძლო შემთხვევაში სამოქალაქო დაპირისპირების და ამ დაპირისპირების გადაზდა სამოქალაქოში. გახლეჩის არა მარტო გახლეჩის, საზოგადოება სამოქალაქო გახლეჩილია უკვე საზოგადოება. სამოქალაქო ომია და ამ სამოქალაქო ომის პირობებში მათ იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება სრულად ჩამოიშლება. ამიტომ დღეს აი ამ გამყოფზე ხელისუფლება უნდა და გამოიჩინა, მე ვფიქრობ, სიმწიფე იმისათვის, რომ საფუძველშივე არ დაუშვა ეს დაპირისპირება და არც შემდგომში არ უნდა იქნას დაშვებული ასეთი კონტრაქციები და აქციები ერთმანეთის საპირისპიროდ. არ უნდა დადგნენ ეს დაქირავებული, ასე ვთქვათ, უცხოელი სამსახურების მიერ ადამიანები ჩვეულებრივი ქართული საზოგადოების წინაშე, მართლმადიდებლური საზოგადოების წინაშე, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და შეიძლება გაჩნდეს კიდევ სხვა მომენტებიც, ბატონ ტრისტან, დაპირისპირების სხვა სამოქალაქო სხვადასხვა საფუძვლები და ეხლა თქვენ რა გონიათ ეს გაფიცვების ინსპირირება და ეს რო ხდება მაშინ სტრუქტურებში, სახელმწიფო სტრუქტურებში რის გამოა ეს ყველაფერი? იმიტომ რომ იქ მომუშავე ადამიანებს შორისა და ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს შორის, ვინც გამოდიან და იგივე ერთ სტრუქტურაში მუშაობენ და გამოდის და უპირისპირდება პირველ რიგში ვის? თავის, ასე ვთქვათ, თანამშრომლებს, თავის ხელმძღვანელობას, რომელს სამინისტროებსაც და უწყებებსაც ისინი წარმოადგენენ. ხო ესეა? ანუ შეიტანეს ახაც
გარკვეული დაპირისპირების მუხტი და საბოლოო ჯამში მიზანი რა არის? დავკონკრეტეთ კიდევ, ეს არის სამოქალაქო დაპირისპირება და სამოქალაქო ომისაკენ სწრაფვა, რომელიც შემოიტანს ძალიან სერიოზულ დესტრუქციას ქვეყანაში და ამ დესტრუქციის შედეგად მათ იმედი აქვთ, რომ დაიბრუნებენ ხელისუფლებას და მოახდენენ თავიანთი, ასე ვთქვათ, ინტერესების გატარებას. ბატონო კოტე, აბადიეთ და შეგაწყვეტინეთ და არ დაგავიწეს და გააგზავნეთ შემდგომ. ახლა თქვენ ძალიან საინტერესო და ძალიან ისეთ მტკივნეულ იმას თემას შეეხეთ და აი ძალიან ფაქის თემას, ასაც ქვია, სწორედ აი მართლმადიდებლური მრევლის ქუჩაში გამოყვანა და დაპირისპირება. ხო, ეს არის ძალიან აი ბოლო ის არის რომ მეტყვი რა, რასაც ქვია უკვე. კი, ბოლო სტადია. და ნახეთ ეს და არა, ამის მერე კიდევ არის და მე კიდე დავკონკრეტებ ეს გეგმას გავარდა რა რამინდა რომ იცოდეს საზოგადოება მასა თქვენ ახლა ძალიან კარგად ახსენეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ხო გუშინ და დღეს არ დაწყებულა ყველაფერი. არა, ეს არის მოდელირების შედეგია. ნახეთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი, სწორედ ამ ხატებზე შეურაცხყოფებები და საერთოდ ამ წმინდანების შეურაცხყოფებები. გახსოვთ თქვენ რამოდენიმე წლის უკან, როდესაც ილიაუნის უნივერსიტეტში დედამღვთისმშობელს თავი მოაგლებიდეს თვითმკვლელობის. მე 3-4 წლის უკან ხო მიიტანეს ტელევიზიაში გაბონიასთან გადაცემაში და იქაც მე ეხლა რამოდენიმე 2 წლის უკან იყო, როდესაც ეს ავაცახსენებელი ფერაძე, ეს სექტანტი ხალი, საშინელება რომ სამებაში რო შევარდა და ხო ისა ხო ხატს რო შეურაცხო და საღებავი შეასხა, ხო? ესე იგი ეს ნაბიჯ მიდიოდა ეს ყველაფერი, ეს ყველაფერი, ესე იგი იყო იმ მასშტაბური გეგმის ნაწილი, რომელიც ესე იგი გეგმის საფუძველზეც უკვე მივიდოდა ბოლოს დასკვნითი მოქმედებები და ხომ არ არის უკვე, ხომ არ დაიწყო უკვე სწორედ აი დასკვნითი მოქმედებების განხორციელება და შესაბამისად ამ გეგმის სისულეში მოყვანა. ეხლა ფაქტიურად რა არის იცით? ამათი მიზანი რა იყო? აი ქონდათ რომ აი იმის საფუძველზე რაც მათ ჩაატარეს რუსთაველზე, ხო? და მე ამას დავარქმევდი გეი არტილერისტების პრაიდს. ეს იყო გეი არტილერისტების პრაიდი, ამას მეტი არაფერი არ ქვია. ხო? არატრადიციული, ასე ვთქვათ, არა ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების მიერ ძალადობის გამოყენების გზით მათ სურდათ ჩამოეგდოთ სახელმწიფოს შეებღალათ, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მდგრადობა და შეერყიათ სტრუქტურები, მაგრამ ვერ მიიღეს ეს შედეგი, ხო? საბოლოო ჯამში ჩაფლავდნენ. და ამას რა უნდა მოყოლოდა? ამას უნდა მოყოლოდა კრიტიკული მასის გამოყვანა. იმიტომ რომ კრიტიკული მასა თუ არ გამოიყვანეს, სახელმწიფო გაატრიალებას ვერ განახორციელებთ, ვერ აზგზით. ამიტომ დაადგები დანაშაულის გზას და დანაშაულია სახელმწიფო გაატრიალებას, მინდა გითხრა, როგორი კარგი, ასე ვთქვათ, იმით არ უნდა შემოგთავაზონ ეს შეფუთვით და კარგი ფორმით არ უნდა შემოგთავაზოს. ყველა სახელმწიფო გაატრიალება რევოლუცია გახლავს სამართლის დანაშაული ლეგიტიმური ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ჩამოგდებისკენ მიმართული. ამიტომ ამას ქვია, ამას ჭირდება შესაბამისი ადეკვატური სამართალმოქმედებები და ეს სამართალმოქმედებები მე ვფიქრობ, რამდენად მე ხლა არ მაქვს ინფორმაცია დაწყებული და რა დონეზე მიმდინარეობს, აქვს ამას კომპლექსური ხასიათი, მის მიმდინარეობს ერთი სისხლის სამართლის საქმის იმაში რა ქვია, თუ ეს შემოიფარგლება მხოლოდ ადმინისტრაციის უსაფრთხოების სამსახურმა გააკეთა განცხადება. აქ საჭიროა მთავარი, ასე ვთქვათ, არსებობდეს მთავარი აღძრული სისხლის სამართლის საქმე გარემოებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ფაქტზე უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. თუ ფიგურანტებს ჯერ ვერ კვეთავენ გამოძიების მომენტში უნდა გამოიკვეთოს ფიგურანტები ვინ არიან და რა არიან და როგორ არიან. ჩვეულებრივი გამოძიების პროცესია ეს, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ეს ხდება ხოლმე, ხო? რაღაც ფაქტი რომ მოხდება, ფაქტზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ცვლილობაში იკვეთებიან ფიგურანტები, რომელთა მიმართაც დგება სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხი. ესეა. საერთოდ ეს არის ქრესტომატია იურიდიული მოქმედებებისა, საპროცესო მოქმედებებისა, რაც გამოძიებას ახასიათებს, ხო? ამიტომ ამ შემთხვევაშიც მე არ ვიცი აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ მე ურჩევდი ხელისუფლებას, რომ აღძრან ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე
სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაულისათვის. ეს მძიმე დანაშაული მით უმეტეს, როდესაც ამაში პრეზიდენტი ღებულობს მონაწილეობას და ის კატეგორიულად გადის, თვითონ გადის უკვე საკონსტიტუციო სივრცედან და თვითონ აღარ ემორჩილება იმას, რა ქვია, საქართველოს კონსტიტუციას, მას ვადა გაზდის და კიდევ აცხადებს და განცხადებებს აკეთებს, რომ ის დარჩება ხელისუფლების სათავეში. ხო, ეს ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა უწყობს დაპირისპირების გაღვივა, შემდგომ გაღვივებას ხელს. ამიტომ მის მიმართაც უნდა იქნას გატარებული შესაბამისი, ასე ვთქვათ, არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ სამართლებრივი სხვა ზომებიც, მინდა ვთქვა. და თუ გამოიკვეთა იქ სისხლის სამართლის დანაშაული, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ატარებს 333 მუხლის დანაშაულის ნიშნებს, რაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ თავის სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებით კვალიფიცირდება. აი, აქამდე მივდივართ. გასაგებია ეს ყველაფერი. ახლა თქვენ ახსენეთ და ჩამოაყალიბეთ ის, რომ უკვე შეცვალეს გეგმა, მოქმედების გეგმა და ეს ნათლად ჩანს, რომ მართლაც შეცვალეს მოქმედების გეგმა და ჩვენ ხედავთ, რომ უკვე უნდათ საზოგადოებაში გამოიწვიონ არეულობა. ხო, დააკვირდით, გამოსვლები ახლა მე ვადევნებდი თვალს და ალბათ თქვენც ადევნებდით თვალს და ყველა ნებისმიერი ახლა ვინც ჩვენ გვისმის, ყველა ადევნებდა თვალს, სად არის ეკლესია, განცხადებები და ამას აკეთებინებენ ცნობად, ასე ვთქვათ, მათთვის ცნობად. ეგრეთ წოდებული ჩვენთვის არაფერს არ წარმოადგენენ ეს ადამიანები, ვთქვათ. ეგრეთ წოდებული კონტეინერის მსახიობები, კონტეინერის მსახიობებს და ეს კონტეინერის ინტელიგენცია. სადაც იყო, იქ არის, ხო? დიახ, რა თქმა უნდა. და რა მინდა ისე გითხრათ, ნახეთ ახლა საზოტელემაყურებლებსაც მინდა რომ იცოდეთ, ვიფასოტელემაყურებლებო, ბატონმა კოტემ რომელმაც ჩამოაყალიბა ახლა ფაქტიურად ის, რომ თუ როგორი და რა სახით ხდება ეს ყველაფერი, ეს დაიწყო უკვე ეს პროცესი და ამ პროცესის საფუძველზე უკვე უნდათ რომ გახლიჩონ საზოგადოება შუაზე, ხო? ამ გახლეჩის საფუძველზე ნუ ახლა ასეც არის ეს ჩვენ გავიარეთ უკვე ეს ყველაფერი გავიარეთ აი სწორედ ამ შუაზე გახლეჩის საზოგადოებაში მოახერხებენ ეს სწორედ ეს სექტანტური ოპოზიციური ძალები და ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც შეაგზავნიან რადიკალურ ჯგუფებს რომლებმაც პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას ურთიერთ დაპირისპირების ეს თითქოს არის იქით ამ მხარე და მეორე მხარე აქეთ ამ მხარე აქ იცოდეთ. უბრალოდ თქვენ რო წარმოიდგინოთ ბატონ ტრისთან რომ აი ის მიმართეს, რასაც ესროდნენ პოლიციას, მიმართონ სამოჩვეულებრივი რიგითი მოქალაქის სამართით, ხო? კი ბატონო. ხო. ამიტომ ის პირველი საწყისი მეგობრებო, არ არის აუცილებელი, რომელიც საწყისის საფუძველზე დაიწყება საზოგადოების ერთმანეთში დაპირისპირება, რომელიც დაიწყო უკვე ეს პროცესი, ხო? ეს იქნება სწორედ ჩანერგილი აგენტურა ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც, რომლებმაც უნდა შეასრულონ ის ამოცანა, რომელიც ამოცანის საფუძველზე სიღრმისეულად უკვე მიეცემა ამას დაპირისპირების ფორმა, სიღრმისეულად. ესენი როგორც კი თავის ამოცანას შეასრულებენ და ესენი როგორც კი საზოგადოებას ერთმანეთში დააპირისპირებენ, ისინი გადიან უკვე და განერიდებიან ამ სიტუაციებს და დაპირისპირებულ საზოგადოებას შეატოვებენ ერთმანეთს ხელში. რომლის საფუძველზეც უნდა დაიწყოს სისხლის ღვრა. რა თქმა უნდა. რაც ესე იქნება ნამდვილად. რაც არის სწორედ კაი პირდაპირ გაწერილი ამ გეგმაში და ამიტომ იცოდეს ახლა საზოგადოებამაც იცოდეს ერთმა მხარემაც და მეორე მხარემაც. ორივე მხარემ იცოდეს. ორივეს პასუხისმგებლობაა ეს. და ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა არის. ეს არის კიდევ ვიმეორებ დაიწყო ეს პროცესი და არ არის შემთხვევით რომ იქ ნაძვისხი არ აანთებინეს, მერე ნაძვისხის არანთების გამო მეორე მხარე გამოვიდა და იქ რატომ არ ხდებოდა ნაძვისხის ანთება, ეს უკვე დაიწყო ეს პროცესი. არ არის შემთხვევით ის რომ იქ კუბო მიიტანეს და კუბოზე ის ქრისტეს სურათი იყო ამოხატული, ამოქარგული, ესო დააწვეს. არ იყო შემთხვევითები ის რომ წინა მარიამს ხელში იარაღი დააკავებინეს და თავი მოაკვლევინეს და თითქოს და არ იყო ფერაძის შევარდნა სამებაში შემთხვევით ხო არ იყო ეს შემთხვევით ყველაფერი ეს იყო ყველაფერი გეგმის ნაწილი იყო რომელი გეგმის ნაწილზე უკვე აი ხა ჩვენ ვხედავთ როგორ ესე იგი უნდა დაუპირისპირდეს საზოგადოება ერთმანეთს და არა უკვე ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები
არამედ საზოგადოება, ხალხი. ამას ხედავთ უკვე გამოიყვანეს ეგრეთ წოდებული ისინი ხელოვანი ხალხი, რომლებიც მე არც ფილმები მინახია, სადმე არც რაღაც გარკვეული ჩემი ცოლის დაქალები და ხო რაღაცა ეს უნიჭო ფილმები, ხო და ეს კიდევ სულელი რეჟისორი რო არის, რა გვარია ეს სათვალეებიანი არის. დოიაშვილი და მეორე კიდევ რაღაც ისეთ ხმით რომ გამოდის და ჩხავის და ვაი ვიფიშობს. საერთოდ რეჟისორი ვარო და რაც სად მე არ მინახია, არცად კაცო ეს ხალხი. არ მინახია. არც ეს კულტურულ ღონისძიებებში, არც ეს ეროვნულ ღონისძიებებში, არც ეს თი მართლაც ისტორიულ ფილმებში, ქართულ ისტორიულ ფილმებში არ მინახია. ეხლა თუ სადმე მაგენმა შარვალი ჩაიხადეს, ერთი ადგილი მიცეს, ეგ მაგათი პრობლემა არის. ამ ხალხს ასწავლიდნენ ამ ვიშვიშს, მინდა ვთქვა. ეს თავის ნასწავლი კი არ არის. იქ იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც აი მიტინგის მცდელობა და რაღაცა რა გქონდათ, ხო ახალგაზრდა თაობა გამოყავდათ და წინასწარ დაზეპირებული ტექსტებით და იმებით. ანუ მათ შესაბამისი ეგრეთ წოდებული აპკატკა გავლილი ჰქონდათ. და ეს აპკატკები მათ გავლილი აქვთ, მინდა ვთქვა, უმაღლეს სასწავლებლებში. უმაღლეს სასწავლებლებში მათი კერა ეხლა სად უნდა მომზადებულიყვნენ ესენი, ხო ეს ახალგაზრდა თაობა, რომელიც ორგანიზებული ძალაა, მინდა ვთქვა, დღეს გამოსული, იმიტომ რომ ეს ორგანიზებული ძალა შეუულია. იმ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში და უნივერსიტეტებში, კერძოში. ეს არის მართვადი ქაოსი, ჩვეულებრივი, მართვადი ქაოსი შექმნა უნდათ. მართვადი იმიტომ არის, რომ მართულია ეს ყველაფერი და ქაოსი იმიტომ არის, რომ ქაოსი შექმნა უნდათ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მიაღწიონ იმ თავარ შედეგს, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების გახლეჩა და მის საფუძველზე სამოქალაქო ომის წარმოება, რაც ჩამოშლის ხელისუფლებას, არა მარტო ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს სრულად ჩამოშლის და მე ამის აღდგენა როგორ მოხდება და რანაირად მოხდება, კაცმა არ იცის და რამდენი ხნით გადაგწევს და მოყვება ამას სახელმწიფოებრიობის დაკარგვა და სუვერენიტეტის დაკარგვა, ტერიტორიების დაკარგვა, ახალი ტერიტორიების დაკარგვა, კი ბატონო, ეს ესეა და ესე იქნება. ამიტომ სახელმწიფოს დღეს აქვს უდიდესი როლი, მინდა ვთქვა, და უდიდესი პასუხისმგებლობა, მათ შორის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, რომელზეც ბევრი რამეა დამოკიდებული, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ მას აქვს კონსტიტუციური ბერკეტი ხელში, იმისათვის რომ თუ დაიძაბება მდგომარეობა იმაში, რა ქვია, არ დაუშვას ქვეყანაში სახელმწიფო გაატრიალება. ან შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, ან შემოიღოს ეგრეთ წოდებული ეს რა ქვია, შემზღუდავი ღონისძიებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 73 მუხლის ზედა თებუნქტებით. ამაზე მაქვს საუბარი. ბატონო კოტე, ისიც რა არის, მე არ შემილია არ შევეხო იმ ტკივნეესე, მართლაც ტკივნეული საკითხი არის და თითოეული ოჯახისთვის, ჩვენთვისაც, თქვენთვისაც, ჩემთვისაც და ყველასთვის ტკივნეული საკითხი არის, როცა ყველა ველოდებით ახალ წელს, ახალი წელი, რომელი ახალ წელსაც უნდა შევხვდეთ მართლაც ახალი შემართებით, ახალი რაღაც სიყვარულით, ახალი ურთიერთობებით და ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რომლებიც ამას ელოდებიან, წლიდან წლამდე ელოდებიან და როგორ უნდათ რომ გავიდნენ რუსთაველზე. გეტყვით პირდაპირ აბადეთ და როგორ უნდათ გავიდნენ რუსთაველზე ესენი და ნახონ იქ ის სილამაზე და ის ნაძვისხე, რომელიც ნაძვისხეს უნდა აენთო ხელისუფლებას და უნდა ჩატარებულიყო ღონისძიებები, ამ დროს ამის საშუალებას მე ახლა რაც ვნახე, ხო, ხალბატონმა მიიყვანა შვილი იქ, იმისაც ელოდებოდა, როდის უნდა აენთოთ ნაძვისხე, ხო? ამ დროს ვიღაც გათახსირებული არამზადა, გარეწარი, ამას ვიტყოდე, მეაპა სხვა რა გითხრა, თქვენ ერთი მითხარით. მიდის და თან ესე იგი ტელეფონზე იღებს და ამ ქალს აყენებს შეურაცხყოფას. გესმის აშია საქმე, რომ რატომ მოიყვანე აქ, რა დროის ნაძვისხის ანთება არისო, ხო? ამას ვაკეთებ თქვენ მეტი არაფერი არ იცით, ხო? მე ამ დროს მე მოდის ჩამოიარა ამ იმან მამაშა სალომე ზურაბიშვილმა მებორდელე სალომე ზურაბიშვილმა ამას ვიტყოდი ამ ქალზე მე ჩამოიარა იმ ჩაბნელებულ უკუნითი იმაში რაღაცა მდგომარეობაში რუსთაველზე ხო და იქ მოუწოდა თავის იმ სექტანტებს და იმ ავამტყოფებს სულით ავამტყოფებს და იმ პუტანკებს და მართლაც რომ ბორდელად აქციეს უკვე რუსთაველი ბორდელად აქციეს პიდარასტებით გაავსეს იქაურობა რომ ჩემთანო ბარბარობას მოდითო და ლობიანებით გაგიმაშპინჯდებითო აი ესე უნება კაიგე ეს გათახსირებული ქალი შეუნამუსო უსიდისო როდემდე გინდა ასეთი ცხოვრებით იცხოვრებს გამაგებია ორ პარასკევ დარჩენილო ორი პარასკევი დაგჭა არა თუ მარტო პრეზიდენტობის არამედ შეიცხოვრებით თლიანად ორი პარასკევი დაგჭა მორჩა დამთავრდა ყველანაირად როგორც საპრეზიდენტო როგორც პოლიტიკური ხო ისე შენი პირადი ცხოვრება დამთავრდა ამით შენ დაიმარხე თავი უკვე საქართველოში და შენი ლეში აქ არავის არ ჭირდება
წაათრიო იქით საფრანგეთში რაღაცა იქ საფრანგეთის პენსიონერი ხარ შენ და ის აქ დიხარ და იქ უნდა რაღაცა მაშინ რა ქვია ერთ-ერთ უპატრონო მიცვალებულთა სასაფლაოზე უნდა დაგასაფლაონ შენ მეტის ღირსი შენ არ ხარ იმიტომ შენ იმ ხელა შეურაცხყოფა მიაყენე გუშინ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ბავშვები რომლებიც ელოდებოდნენ რომ ნაზვისის განათება და ნაზვის ხონა განათებულიყო და იქ ბავშვებს რაღაც ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა და გაეხარებინათ ჩვენი შვილები და შვილიშვილები და ჩვენი მომავალი თაობა და ამ ახალ წელს შეხვდნენ ისე როგორც მათ ეკადრებათ და ეკუთვნით შენ გუშინ მათ სიბნელე გაუკეთე აი სიბნელე და სიბნელეში ცხოვრობთ თქვენ აი ვინ არის ეხა ბნელი და ვინ არის ბნელი ცხოვრებით მაცხოვრებელი ადამიანები თქვენ თუ ჩვენ ქრისტიანებს მართლმადიდებლებს უგვიძახით ბნელები ხართო და არაფერი გაგეგებათ ამ ცხოვრებაშიო ვინ არის ბნელი ბნელი თქვენ ახართ არც ახალი წელი იცით არც აღდგომა იცით არც ქრისტესობის დღესასწაული იცით არც სხვა დანარჩენი ის წმინდა დღესასწაულები იცით რომელიც დღესასწაულების საფუძველზე დღემდე მოდის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეს თქვენ არაფერი არ იცით თქვენ იცით ერთი რამ თქვენ იცით ის როგორ ევასვასოთ და იკოტრიალოთ ერთმანეთის ლოგინებში ხალი იქნება კაცი იქნება თუ ის იქნება ძაღლი იქნება თუ კატა იქნება და როგორ ესე იგი გარყვნილების გზით იაროთ მთელი თქვენი ცხოვრება ეს იცით თქვენ მეტი არაფერი არ იცით და ეს ჩვენ უკვე ღიად დავინახეთ უკვე აღარც კი არიდები თქვენ აღარც კი აბსოლუტურად აი ღიად სისქვეშ გახართ ხალი ხალს ესასწავება კაცი კაცს ესასწავება და ვის ხავხართ წაკუზული კიდო კაცშვილმა არის რომელ ხიძირში კიდო რაუბედურებას აკეთებთ ხო აი ეს ახართ თქვენ და ამ ეს ცხოვრება გინდოდა და ეს არის თქვენი ევროპა ხო და ასეთი ევროპული ცხოვრება გინდათ საქართველოში თქვენ დაამკვიდროთ ვერ დაამკვიდრებთ ვერაცეთ შემთხვევაში ბოლო გაფართხალებაა თქვენ იცოდეთ ეს არის თქვენი ბოლო ახალი წელი სწორედ თქვენ ჩაუბნელეთ თქვენ თავს ის ახალი წელი რომელი ახალი წელის შაბნელება გინდოდა ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის თქვენ ოჯახებს ჩაუბნელეთ ოჯახებს თუმცა სადაკავთ თქვენ რა იცი თქვენ რა არის ოჯახი რა იცი თქვენ რა არის ქმარი ცოლი დედა მამა ბებია ბაბუა და ძმა შვილი რა იცი თქვენ ეს რა არის არაფერი თქვენ ამდაგვარი ცხოვრება არ იცით რა არის და თქვენ სწორედ გამოუტანეთ თქვენ თავს განაჩენი არაფერი თქვენ აბსოლუტურად სიწმინდეები არ გაგაჩნიათ მით უმეტეს როდესაც შენ სალომე ნათლია მირო შოუგორდები ლოგინში ხო და იმასთან გექნება გაქანებული სექსი ხო რაზე გვაქვს საუბარი შენს ან რა ქალობაზე გვაქვს საუბარი და ან რა საქართველოს ქალის სახეზე გვაქვს საუბარი აი ამა ეს ახარ თქვენ და ამიტომ ხარ დღეს თქვენას ყველა ჭინკები თავმოყრილი ერთად და საბოლოო ახალი წელია ეს თქვენთვის ახლა იცოდეთ აი მე ვარ მეთქვა ბატონო კოტი არ შეიძლება და გააგზელეთ ორი მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ თარიღი რომელიც აი ამ უახლოეს პერიოდში გვიახლოვდება ჩვენ ეს არის მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე მინდა გითხრათ 21 დეკემბერი და შემდგომი ეს იქნება 25 დეკემბერი მე მინდა ხელისუფლებას ახლა თქვენი ეთერის საშუალებით ვისარგებლო და მოუწოდო ხელისუფლებას რომ სასწრაფო წესით მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნას საპატიმრო დაწესებულებაში იმ ადგილიდან სადაც ის იმყოფება იმიტომ რომ ის არ არის იქ კარგად დაცული მინდა ვთქვა და შესაბამისად რა განსრახვები მოუვათ იმას რა ქვია თავში არავისთვის დღეს ცნობილი არ არის და მისი გარეთ ყოფნა იქნება კიდევ ერთი გამაღიზიანებელი ფაქტორი და სამოქალაქო დაპირისპირების ახალი გაღვივების კერა პირდაპირ ვეუბნები ხელისუფლებას სასწრაფო წესით გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი იმ დაწესებულებაში რა დაწესებულებაშიც მან უნდა მოიხადოს და ეყოფა 2 წელიწადი გორაობა იმაში რა ქვია ვივამედის კლინიკაში. ის ეხა თქვენ კარგი საკითხი წამოწიეთ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. იმიტომ რომ მეორე კიდე ბატონო ეს ერთი თემა და მეორე კიდე 25 დეკემბერი მოდის ეს კატეგორია ადამიანების დაიწყებენ კათოლიკური ასე ვთქვათ კალენდრის მიხედვით აღნიშნავს მისი რა ქვია შობის აღნიშნას იქ გამოჩნდება ბაპტისტური ევანგელისტური ეკლესიის ასე ვთქვათ და სხვა ეს კატეგორია ადამიანების რომლებიც შესაძლებელია მოვიდნენ ზუსტად რუსთაველის გამზირზე და იქ კიდევ ერთხელ
ცერემონიალურად რიტუალი ჩაატარებენ, სატანისტური რიტუალი. არ ვიცი რას ჩაატარებენ და როგორ, მაგრამ მართლმადიდებლებისათვის, ასე ვთქვათ, ამან მიიღოს მართლმადიდებლებისათვის შეურაცხყოფელი ფორმა, ეს უფრო მეტი გაღიზიანებისათვის. ეს მეორე თარიღი, მინდა გითხრათ. შემდგომ მოდის ინაგურაციის პერიოდი 29. კი ბატონო, 29 დეკემბერი. 28 ვიცოდი. არა, 29 დღეს 29 გამოაცხადეს ოფიციალურად. 29 დეკემბერი. დიახ. ეს ესეთი თუ მაგალითად გადაიარა, ნახოთ ახლა მოდელება გაუწიოთ და ბოლომდე თქვა ჩვენი აზრი და ვერსია იმის შესახებ, თუ ეს სამოქალაქო დაპირისპირებაც არ დასრულდა იმ ფორმით ახლა რასაც ჩვენ ვიძახით, ეს არის ფაქტიურად ამაზე სპეცსამსახურები უნდა ფიქრობდნენ და კიდევ გეგმები არსებობს. კიდევ გეგმები არსებობს. ამ სამოქალაქო დაპირისპირების გარდა კიდევ არსებობს სხვა გეგმები. კიდევ არსებობს სხვა გეგმები, ეს უბრალოდ შეიძლება იყოს ამის შემდეგ გადასვლა უშუალოდ ტერორზე და უშუალოდ სახელმწიფო ობიექტების მიმართულებით ასე ვთქვათ დივერსიების მოწყობაზეც. ამიტომ ამ მიმართებითაც და ამ კუთხითაც მე მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ გააძლიეროს მკაცრი ოპერატიული მეთვალყურეობის ქვეშ იქნა საყვანილი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები. მინდა გითხრათ, ეს შეეხება იგივე საპატიმროებს, შეეხება იგივე ენერგო ასე ვთქვათ ობიექტებს, შეეხება სხვა სტრატეგიულ ობიექტებსაც და მათ შორის ლუგარის ლაბორატორიასაც და სხვასაც კიდევ ანალოგიურს, იმიტომ რომ აი ამ დაძაბულობის პირობებში უნდა იქნას ორიენტირებული მთელი ძალოვანი უწყებების პირადი შემადგენლობა და სპეცსამსახურების მთელი ძალები და საშუალებები უნდა იყოს მომართული აქეთ მხარეს და ამას უნდა აკეთებდეს, ამას მე კი არ უნდა ვიძახოდე ბატონ დრისთან. დიახ, მართალია. ამას უნდა იძახოდეს უშიშროების შესაბამის სამსახურები. ამას უშიშროების სამინისტროც არ უნდა იძახოდეს. ამას უნდა ასეთ განცხადებას, რა განცხადებასაც ახლა მე ვაკეთებ თქვენი ეთერის საშუალებით, პირდაპირ ეთერის საშუალებით, ხო? ამ განცხადებას უნდა აკეთებდეს უშიშროების საბჭო, რომელიც საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს. აღარ არის უშიშროების საბჭო. არ არსებობს ქვეყანაში უშიშროების საბჭო არ არის. აბა რატო ქვია სახელი? ამას არ ვიცი რა დაარქვით და როგორ დაარქვით. რატო ქვია სახელი? რაღაცა შეუცვალეს სახელი და რაღაც ისა უსაფრთხოების რა მნიშვნელობა არ არის. იმიტომ რომ ძალოვანი უწყებების შორის კოორდინირება უმნიშვნელოვანეს ფაქტორია. ეს უშიშროების საბჭოს პრეროგატივა იყო ეს. რა თქმა უნდა, ეს რატო კეთდება? თავის ძროზე მე კარგად მახსოვს, როდესაც იყო უშიშროების საბჭო და რასაც თქვენ ბძანებთ ეხლა და რაც თქვენ ეხლა ჩვენ ბატონო თუ მიდიხარით დასავლეთის ყველა მნიშვნელოვანი საკითხები იხილებოდა უშიშროების საბჭოში, კოორდინირებულად. აი რუსოფობიაში რო არ ჩამithვალონ და რუსულ იმაზე რა ქვია, სქემაზე რო არ მიმათვალონ ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებში საღი იმას რა ქვია ამერიკის პრეზიდენტს მარცხენა ფლიგელში აქვს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც შექმნა 2011 წელს 2001 წელს მაპატია 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. და მისი პირველი დირექტორი იყო ტერნეტი იყო პირველი დირექტორი, მე EBS-ის ყოფილი დირექტორი, მინდა გითხრათ და ეს უშიშროების საბჭო კურირებს ადრე ამერიკის სპეცსამსახურები როგორ არის ძალიან ბევრი სპეცსამსახური ყავთ და ძირითადად მაკოორდინირებელ ფუნქციას მათ მეტანაკლებად ყველა დამოუკიდებელი სტრუქტურაა. ყველა მაგალითად ჯარში რო იყოს, ხო ჯარსაც კი თავისი სპეციალური სამსახურები ყავს. რა თქმა უნდა. იქ არის სპეციფიკური შენი არის. რუმოს ეძახიანი სამხედრო დაზვერვის AMB, UMB და კიდევ 1000 რაღაცა. ამას ყველაფერს კოორდინაციაში აქცევს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო დღესდღეობით. იგივე ისრაელის მოდელზეც, ისრაელზე, რუსეთზე აღარ ვსაუბრობ, რუსეთში ეს ჩამოყალიბებულია და დიდი ხანია არსებობს, ხო და საკმაოდ გავლენიანი ეს არის ფიგურები არიან უშიშროების საბჭოს მდივანი, იგივე პატრუშევი დღესდღეობით მართა ფაქტიურად პატრუშევი მართავს უშიშროების სისტემას მთლიანად იმაში, რა ქვია, რუსეთში, ხო? ისევე როგორც ამ შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების პრეზიდენტის მიერ დანიშნული ეროვნული უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების თეთრ-სახლში. ისრაელის მაგალითზეც ავიღოთ, ხო, იგივე. ისრაელს აქვს 8 სპეცსამსახური და ამ 8 სპეცსამსახურს თავზე სათავეში უდგას კომიტეტი, რომელსაც ქვია ვარაში და ეს არის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების კომიტეტი. და მისი ხელმძღვანელი გახლავთ პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, ხელმძღვანელია პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. აი ესეთი სისტემა, უსაფრთხოების სისტემა თუ არ ააგეთ ქვეყანაში და არ გააკეთეთ, ხო? ყოველთვის გექნებათ ის სიტუაცია, რა სიტუაცია დღეს არის.
სამოქალაქო ფუნქციები რაღაცები გინახიათ ერთი განცხადება უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული მოსალოდნელი მე არც ვიცი მაგალითად დღეს ვინ არის თუ გაქვს საერთოდ არა ვინ არის ხელმძღვანელი დღეს და რას აკეთებს საერთოდ ეს ორგანო მარტო ხელფასი იღებენ ორგანოს განცხადება არ მინახია მაგ არც მე არ ამიტომ არ შეიძლება კიდევ ერთი მომენტი ესეც ძალოვან უწყებს თემას უკავშირდება და იმიტომ საუბარი მართალი ძანდები გეთახმებით ბატონ ტრისტან სულად წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია რომ დღესდღეობით ხო მაგალითად ქვეყანაში იქნება ძალიან რთული ვითარება ხო ეს ყველა სტრუქტურის ხელმძღვანელი ხო მეფეებად არიან ქცეული დღეს რა უშიშროების საბჭოს იმას რა ქვია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არავინ აკონტროლებს ცალკე მაკონტროლებელი არ ყავს იმას რა ქვია შინაგან საქმეთა სამინისტრო არ კონტროლდება არავისგან გენერალური ინსპექციების გამოიტანეს და შექმნეს რაღაც საგამოძიებო სამსახური და დატოვეს გენერალური ინსპექციები ისევ არ შეიძლება ესეთი სტრუქტურული გადანაწილებების გაკეთება ხალხო თუ აკეთებ უნდა გამოიტანო გენერალური ინსპექციები მთლიანად ცალკე ჩამოაყალიბო და უქვემდება რომ ის პარლამენტს რახან საპარლამენტო რესპუბლიკა ხარ და გენერალური ინსპექცია უნდა იყოს ფაქტიურად შიდა უსაფრთხოების სამსახური რომელიც უზრუნველყოს ყველა სტრუქტურაში ძირგამოთხრელი საქმიანობის თავიანაცილებასა და აღკვეთას ეს სტრუქტურირება ამისი ხო ეს იქნება დამოუკიდებელი უშიშროების საბჭოს გარდა იმისა რომ უშიშროების საბჭო უნდა არსებობდეს კიდევ დამოუკიდებლად და ესენი დააბალანსებდნენ ერთმანეთს ამათი მოქმედებები და საბოლოო ჯამში ქვეყანა იქნებოდა სტაბილურ ასე ვთქვათ ვითარებაში სტაბილურ მას მიეცემოდა სტაბილური განვითარების შესაძლებლობა სამწუხაროდ ეს დღეს ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს თვითონ ყველა მინისტრი მაპატიონ ყველას პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვსემ ბატონ ვახტანგ გომელაურს ბატონ გიორგი ლილუაშვილს და ბატონ თავდაცვის მინისტრს მაგრამ ბოდიშით რა იმიტომ რომ თქვენი სტრუქტურები უნდა იყოს აბსოლუტურად კონტროლირებადი სტრუქტურები თუ რა და როგორ. იმიტომ ამის ნათელი მაგალითი გვაქვს სინახელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც შემდგომში გახდა ცნობილი, იმიტომ რომ ვიღაც უსაფრთხოების ასე ვთქვათ ექსპერტები დაჯდნენ ყოფილი ისა რა ქვია უშიშროების თანამშრომლები და გამოგქექეს ყველაფერი რა ნაგავში თავდაცვის და მილიარდები რომ მოიპარს. საიდან მოიტანეს აბა? საიდან გაიგეთ ეს რომ 1.2 მილიონი ქონდა წაღებული თუ არა ჩვენს მიერ გამოძერწილი ეს ამოყრილი ეს დოკუმენტაცია რომელიც იყო დალექილი. მე და თქვენ პირველი მე და თქვენ დავაკეთეთ. ჩვენ დავიწყეთ ეს თავი. ჩვენ ავტეხეთ სკანდალები, მაგრამ ჩვენ მოვიპოვეთ ის დოკუმენტაციები. მე ცდილობდნენ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დოკუმენტაცია. შემდგომ როგორც ცდილობდნენ ამ დოკუმენტაციების იმას მიჩქაროს. გახსოვს და ბევრი თემა იყო. კი, ძალიან კი. ამიტომ ესეა და შემდგომი ეტაპი განვითარებისა აი ამასთან ერთად როგორ უნდა დასრულდეს ხო ეს ყველა ესენი გადავლენ ტერორზე. ესეც რო ჩაფლავდეს ხო? ამიტომ ოპერატორი ამიტომ გრძელდება ეს გეგმა. უნდა ეს გეგმა გაგრძელდება დროში გაიწელება და ამას უნდა პარალელური მუშაობა, მკვეთრი მუშაობა უშიშროების სამსახურების ყოველდღიური რუტინა იმისათვის რომ თავიდან იქნას აცილებული ეს მძიმე პერიოდი. საბოლოო ჯამში ის დამაგვირგვინებელი ეტაპი, რომელიც დამაგვირგვინებელი ეტაპის საფუძველზე მათ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების ხელში აღება. აქ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლა და მეტი არაფერი არ არის, მინდა გითხრათ. ეს მართლა ძალიან კარგად განმარტეთ ეს ყველაფერი ბატონო კოტე და მართლაც რომ კარგი იქნებოდა რომ ის პრობლემები, რომელიც პრობლემებიც არსებობს, მართლაც არსებობს ბატონებო თქვენთანაც პრობლემები დამეჯერეთ, მეწუნეთ იმაში გასაგებია იქნება, იმიტომ რომ ამდენი ნაციონალები ხო. კაცო, ეს უნდა აკეთოს იმათმა, ვინც იცის ამის კეთება. ამდენი ნაციონალები ყოლია ჩანერგილის სისტემებში ხო ხედავთ აგეთ და არ შემიძლია რო არ შევეხოთ და თავდაცვის სამინისტროს 60-მა სამხედრო მოსამსახურემ გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ისინი ემიჯნებიან თურმე ხელისუფლებას და ემიჯნებიან იმ ძალადობას რომელიც ძალადობასაც თურმე ჩადის ისა ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგების თავდაცვის სამინისტროში წარმოიდგინეთ თქვენ ოფიციალურად დანიშნული დეპარტამენტების მომუშავე ადამიანები სამართლოს უფროსები და ასე შემდგომ და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი ეს მაინტერესებს ახლა ბატონო თავდაცვის მინისტრო და გენერალური შტაბის უფროსო თქვენ იქ მათიაშვილი კიდევ სად გამოძერწილი არის ეს საკითხავი არის ხო და მე ძალიან კარგად ვიცი რომელ დერეფნებში არის გავლილი ხო? მაინტერესებს
მიგეცემს ახლა თქვენ ხო გაგადიცით ეს ადამიანები აი თქვენ ისა გენერალური ინსპექციის ხო ყავთ თავისუფლების თავის გენერალური ინსპექცია გენინსპექციის ხელმძღვანელობა და სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელობა რამე ზომები მიიღეთ ამ ადამიანებთან მიმართებაში რომელმა ადამიანებას ოფიციალური განცხადება გააკეთეს იმასთან დაკავშირებით რომ ისინი ესე გამოვიდა მათი სიტყვებიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვდგავართ მოძალადეების გვერდით იმ მოძალადეების გვერდით რომელი მოძალადეებით პირდაპირ იერიშ შეიყვნენ გადასული პილოტექნიკის საგარეო საქმეთა სამინისტროც იგივე კი პილოტექნიკის საფუძველზე იერიშ შეიყვნენ გადასული პოლიციასა და უშიშრებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ და ამათ დაუდგნენ რამდენი ელჩმა გააკეთა გადადგომის შესახებ მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებში მას რა ქვია ზაკანიალმა ყოფილმა ასე ვთქვათ საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება გადადგომის შესახებ ბევრმა ეხლა უყურეთ კიდე მივდივართ იმ პრობლემამდე რაზეც მე ვსაუბრობ ჩვეულებრივად თქვენ კაი დედმამიშვილებო როდესაც ნიშნავთ ამ ელჩებს ხო იმ ელჩის შესწავლაა საჭირო ვინ არის რა არის რა მიდრეკილებები აქვს ვინ უნდა შეესწავლოს შესაბამისი სამსახურები სად არის როგორ სამხედრო კონდაზურები მათ უნდა მიეცეთ შესაბამისი ასე ვთქვათ დაშვების ფორმა საიდუმლო იმას რა ქვია დოკუმენტაციასა და ასე შემდეგ ესენი ყველაფერი კეთდება არაფერი არ კეთდება აბსოლუტურად ბატონო კოტე ყველაფერს აქვს როგორი ხასიათი იცით ნახეთ ბატონო კოტე სამხედრო კონდაზურა რომ ყოფილიყო ახლა დღეს ეს სტრუქტურა რომ ყოფილიყო ის 60 ოფიცერი უკვე არ იქნებოდა ინდეფიცირებული? არ იქნებოდა ის 60 ოფიცერი უკვე თავიდან ბოლომდე შესწავლილი? სამხედრო კონდაზურა რო ყოფილიყო თავის დროზე. ხო, თავის დროზე. ამას გაკაშვის არ გაენადგურებინა ეს სტრუქტურა ისე. არ მოხდებოდა დატაცება იგივე იმ ამერიკული დახმარების სხვათა შორის რომელიც ჯარს უნდა მოხმარებოდა და აღმოჩნდა კეზერაშვილისა და ვიღაცების ჯიბეში ფაქტის ახეზია და მიხეილ სააკაშვილის ჯიბეში და დღეს ის ფულია მოტრიალებული შავი ფული ზუსტად რომლითაც ფინანსდება 80% სახელმწიფო გაატრიალება დღესდღეობით ცდელობა სახელმწიფო გაატრიალების ეს არის და მეტი არაფერი არ არის ხო უამრავ სტრუქტურებში ყავს ჩანერგილი ხალხი კაცო მიხედეთ იქ პროკურატურას იქ ვიღაც ნაჭყები არ მოგიძიეთ კიდო ის ყოფილი გამომძიებელი რომელმაც იქ სახვაძის საქმე გამოიძია იმ პროფესიონალი კაცის რომელმა კაცმა თელი თავის ცხოვრება ხო რეზო სახვაძის საქმე ხო გახსოვთ ხო ეს გამომძიებელი სად არის ახლა თქვენ პროკურატურაში არის ერთ-ერთი ისა რაღაც პროკურორი არის და ვინც მე სამსახურიდან გამომუშავოს ის კაცი ახლა როგორ ფიქრობთ 2004 წელს ვინც მე სამსახურიდან გამომიშვა კი ბატონო სულ ყველა სამსახურებში არის თან დაწინაურებულები არიან ისინი აი სწორედ ასეთი ადამიანები არიან დღეს თქვენ რო გიქნიან საბოტაჟი და ზოგიერთი ექსპერტია კიდევ და ტელევიზიებიდან სამთავრობო და იმას რა ქვია ასეთი ადამიანები არიან თქვენ დღეს რო გიქვიდან საბოტაჟებს და ასეთი ადამიანები არიან დღეს რომლებსაც დღეს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა და ერთდროულად ასე შეწყნათ რომ დაიწყეს განცხადებების გაკეთება და ამათ მიხედეთ ხომ დაგვყვიდით ჩვენ ხომ ვიცით რომ უკვე წინა ხაზზე ხართ გასული და ბრძოლობთ ხო და ბარეგმა ბოლომდე მიდით ბოლომდე იბრძოლეთ რა თქმა უნდა ჩვენ დაგიდგებით გვერდში ამ საკითხებში იცოდეთ ის ადამიანები რომელი ადამიანების დღეს ჩვენ ასე შიშველი ხელებით ავართ პირდაპირ ამ მონსტრზე დაპირისპირებული და საკუთარ იმას სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებთ იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანა ჭირდება ხო და მიხედეთ ამათ ჩვენ რო დავინახავთ თქვენ ამას აკეთებთ და ასეთი ესე იგი პირდაპირ პრინციპული მოქმედებებით მიდიხართ იმისკენ რომ ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა მერწმუნეთ იმაში თქვენ იმ დაკარგულ რესურსს აღიდგენთ იმ დაკარგულ ადამიანებს აღიდგენთ რომელიმე ადამიანებს თავის დროზე თქვენ მოგიყვანათ ხელისუფლებაში და ესე ხელით მოგიტანათ ყველაფერი თავიანთი შრომით და თავიანთი ბრძოლით და წვალებით მოგიტანათ ყველაფერი და დღემდე ხართ ხელისუფლებაში გადადგით ეს ნაბიჯები და გააკეთეთ ეს აუცილებელი არის ის წმენდა სახელმწიფო სისტემების წმენდა არის აუცილებელი ჩვენ ვიცით უკვე შევხედეთ უკვე ყველანი ვიცით ყველამ ჩამოიხსა ნიღაბი თქვენ რა გონიათ ამათ შემთხვევით ჩამოიხსეს ნიღაბი არა ამათ ეს უნდა გაეკეთებიათ და დავალება იყო უკვე და ეგეც გეგმის ნაწილი არის სახელმწიფო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებმა უნდა გამოვიდნენ გააკეთონ განცხადება და დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას აბატონო აგერახავთ აღარ ჭირდება ამას უკვე აღარ უშიშრება აღარ ჭირდება ამას უკვე აღარ ოპერატიული დამუშავებები გადამუშავებები პირდაპირ მართლა დაიმუშავეს თავისთავად და თქვენ ბატონო კოტე ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხეთ და მე კიდევ მინდა რომ თქვენ აი რაღაც გინდათ განცხადება გააკეთოთ და ბრძანეთ ბატონო და თქვენთვის არის დრო იმისათვის რომ თქვენ მიმართოთ საზოგადოებას მიმართოთ ხელისუფლებას და უთხრათ ის იმართლეთ და უთხრათ ის სწორედ იმ პროფესიონალ დონეზე შესწავლილი მოქმედებები და შესწავლილი ინფორმაციები რომლებიც დღეს ჩვენ საქართველოში უნდა განხორციელდეს საქართველოს და ხალხის წინააღმდეგ მოუწოდებ ხელისუფლებას კიდევ და კიდევ ბატონ ტრისთან იმიტომ რომ ყველაფერის გათვლა არის დღესდღეობით საჭირო და
ალბათ უნდა მიმართონ იმ დღეს, იმიტომ რომ ფაქტიურად დეკემბერია დღეს და აი ეს ძალიან საშიშია. ანუ ეს ახალი წლები ჩვენ გველოდება ძალიან მძიმე ახალი წლები. რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია. კიდევ ვიმეორებ მიხეილ სააკაშვილის იქ ყოფნა დღეს ქვეყნისათვის. იმიტომ რომ საშიშია მისთვისაც მინდა ვთქვა, მისი პირადი უსაფრთხოებისთვისაც და საშიშია საერთოდ ქვეყნისთვის, იმიტომ რომ არავის არ ვიცით რა მოუვათ თავში ამათ. ისე მე რა არის იცი? ხელისუფლების მიკვირს კაცო და რას ყავთ ეს კაცი წამოპლაკული აი და არა შეუძლიათ იგივე პირობები შეუქმნან ციხის გადაიღოს კი ბატონო არის სპეციალური კამერები რა თქმა უნდა ბატონი ვანო მერაბიშვილი იჯდა ისეთ კამერაში რამდენადაც ჩემთვის ცნობილია მას კომპიუტერი და ის არ მოკლებია და ყველა შესაძლებლობა ჰქონდა და არ უნდა იყოს პრივილეგირებული ის ადამიანი, ვინც შექმნა ქვეყანაში, ვინც შექმნა ძალადობრივი სისტემა და ეს მისი ძალადობრივი სისტემაა, მინდა ვთქვა, დღესდღეობით და ჩვენ იმ ზუსტად ვიმკით იმ ძალადობრივი სისტემის ეს სახელმწიფო აპარატი დღეს რაც აშენებულია ისა რა ქვია, მათი სტრუქტურირება, მათი მუშაობის სტილი და ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის, ასე ვთქვათ, ზეობის პერიოდში ჩამოყალიბდა და მათ შესაბამისი ინსტრუქციები, რომლითაც დღეს სპეცსამსახურები სარგებლობენ, ხო, შესაბამისი ნორმები მუშაობის და ასე შემდეგ, ხო, შესაბამისი მეთოდები და ხერხები მათი ეს ყველაფერი არის ჩამოყალიბებული მათ პერიოდში და ინერციით დღესდღეობითაც გრძელდება, ხო? რატო საუბრობ მე დღეს სახელმწიფო მე გული მტკივა რომ მე ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი, მინდა გითხრათ რა. იმიტომ რომ ჩვენთვის ეს მთელი ცხოვრებაა და სიცოცხლეა და მთელი ჩემი ცხოვრება მე მიუძღვენია თქვენ პროფესიონალი ბრძანდებით მომსახურს კაცო. და მე გული მტკივა იმაზე რომ დღეს ქვეყანაში სადაც პრივილეგირებულია ჯარი, მინდა ვთქვა, ხო? პრივილეგირებულად უნდა ითვლებოდეს ეს. არ ჩანს ისა რა ქვია, ისეთი მთავარი სტრუქტურა, რომელიც ყველა ქვეყნის სპეცსამსახურებში არის საკმაოდ ასე ვთქვათ ისეთ დონეზე, რასაც ქვია სამხედრო კონდაზორვა საუბრობ. მარტო რუსეთის FSB რო ავიღოთ, ხო, შესაბამისად. რუსეთის FSB-ს დღეს ის მოქმედებები, სამხედრო მოქმედებები ძირითადად რო ხორციელდება, ასე წარმატებით ახორციელებს, ვისი დამსახურებაა? სამხედრო კონდაზორის მთავარი სამმართველოს დამსახურებაა, მინდა გითხრათ. იგივე ჯარის სტრუქტურები ისრაელის სპეცსამსახურების ეს მუშაობა და ის ძირითადი აქცენტი ისრაელშიც გადასულია ზუსტად აი ამ ქვედანაყოფებზე, სამხედრო კონდაზორის მიმართულების ქვედანაყოფებზე, მინდა ვთქვა. და რა გახდა ამ ქვეყანაში, რომ ეს სტრუქტურა არ იყოს მაპატიე და შეტენილი კონდაზორვაში და კონდაზორის ვიღაცა მაღალ ჩინოსანს, გუშინდელ მოყვანილ ბავშვს და ბღარტებს, კაროჩე, არ მიცეთ ხელში შესაძლებლობა, რა იცის იმან რა არის. იქ უნდა იყოს სპეციალურად მაგ სამხედროები მიყავდათ იმაში, რა ქვია, უშიშროებაში, რომ სამხედრო განათლებაც ქონოდათ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ გარდა იმისა, ბატონ ტრისტან, რომ უსაფრთხოების, ასე ვთქვათ, ნორმებს იცავს შეერაღებულ ძალებში და ებრძვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ძირგამოთხრილ საქმიანობას, თავიდან აცილებას, დროულად გამოვლენას, თავიდან აცილებას და აყვეთას. ამის გარდა ბრძოლის უნარიანობის საკითხების თემატიკასაც სწავლობს სამხედრო კონდაზორვა. ბატონო გოდე, ჩვენ ძალიან ცუდად დრო დაგვჭა, ამიტომ მე მინდა რომ თქვენ მადლობა გითხრათ, აი ესეთი საფუძვლიანი და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების დღეს აი ამ მე ნებისმიერი სპეცსამსახურის თანამშრომელი მოგეწვია და დღეს და ჩემს მაგივრად სხვა საუბრობდეს, ხო იგივე სილაპარაკებდა ისიც. გასაგებია, პროფესიონალი ხალხი ასეა საერთოდ, ხო, ახლა მით უმეტეს თქვენ არაფერი ჩემი მოგონილი არ არის. თქვენ ახლა თქვენ ძალიან ესე იგი აი მათ პირდაპირ აი თანმიმდევრობით ჩამოთვალეთ ყველაფერი ეს მოსავლიანი პროვოკაციების შესახებ და სწორედ ერთი პროვოკაცია. და ბოლოს კიდევ მთავარი კიდევ ის ცენტრალური ფიგურა, რომელზედაც კიდია დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მისი უსაფრთხოება უნდა იყოს კაცრად ასე ვთქვათ დაცული. კი ბატონო. ამ პირობებში და ახლა კიდევ ახალი პროვოკაციას ჩვენ ახლა გავშალეთ ეს თემა საზოგადოებრივი დაპირისპირება და ეს არის გეგმის ერთ-ერთი ნაწილი და გეგმის კიდევ ერთი ნაწილი არის ეს 29-ში ინაუგურაცია და შემდგომ აგერ ეს მართლაც ეს რა ვთქვა ამ ქალზე არ ვიცი რა მოკლედ ასე როგორ შეაზიზღე საქართველოს მოსახლეობას ასე შენ თავი მე ერთხელ ეცადე ქვეყანაში პროვოკაციას და ადამიანების ერთმანეთს დაპირისპირებას რომ ერთმანეთს დაეხოცათ არ გამოგივიდა ხო იქიდან მოუწოდე იმათ ამ თავგზავნეულ ბავშვებს მოლოტოვის კოქტეილის მსროლელებს რომ მიდით ბიჭებო დასხეთ მაგათ დაცხეთო დამბაჭები აქვს ჯიბეშიო აი ასეთი მოწოდება იყო შენი იქიდან ვაშინგტონიდან ხო ახლა კიდევ მე რამდენად გამოწანწალდი ამ იმაზე აქციაზე და პირდაპირ მოუწოდებ დაპირისპირების ხალხს ახლა იძახი კიდევ
კიდო გაგიტკვა. გასაგებია ოპოზიციის ლიდერობა სურს, მაგრამ გაგიტკვა, ეხლა კიდო იმ სასახლეში ყოფნა, ეგ გაიგე და ახლა იძახი არ გამოვალ იქიდან. რას ქვია, არ გამოხვალგერა. პაღურიცემით გამოგიტანებენ, ეგეთ გამოგაპრინციპებენ, მაგრამ ეს ერთ-ერთი პროვოკაციის ნაწილია, ხა იმ გეგმის ნაწილი, რომ შენ არ გამოხვიდო ეგ და აი ხა ამან გამოიწვიოს, მე უკვე შენი მომხრეებით იქ მოსვლა და სალომე გიძახონ და ესე იმასავეთ, რაღა აი ესე როგორც სექტას ასე შეხურებენ და შეციციდნენ თვალებში, შემოხედენ ისე შენ. მაგრამ ხელისუფლებას მე ურჩევ, დატოვოს ეს ხალი იქ, კაცო, იმ შენობაში. ეხლა დატოვოს, იყოს იმ შენობაში, იქ როგორც აი ითამაშოს პრეზიდენტობა. ხო, ითამაშოს პრეზიდენტობა თავის სექტანტებთან ერთად. გაავტიშეთ შუქი, გაავტიშეთ წყალი, მოუხსენით ფინანსები. არა, მოუხსენით ყველანაირი აბსოლუტურად მომსახურეობა, ჩვენ როგორც მოუხსენით აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი ესე იგი იქ მაგას გაგდრეს, ხო? და ეს ჩვენი ახალი თქვენს მიერ ახალი არჩეული პრეზიდენტი ბატონი ყაველაშვილი გადმოიყვანეთ აგრე ავლაბრის რეზიდენციაში დროებით და იყვეს ის და ქირა გადაახტევინო ქალბატონ სამი ამას კიდო რა გააკეთეთ იცი თუ არ გამოდის იქიდან ასე ეკუთვნის მაგას ასე ეკუთვნის მაგ როგორც ეხლა უკანონოდ შეჭრილი სახელმწიფო შენო იმაში რაღაცა ქვია ქონება მიითვისა უკვე უკანონოდ ითვისებს სახელმწიფო ქონებას ხო უკანონოდ მიითვისა სახელმწიფო ქონება სასამართლოში ისა ვის ბალანსია შენობა სახელმწიფოს ბალანსი სახელმწიფოს ბალანსი ხო არის ხო რომელი სტრუქტურის ბალანსი არის იმის კანცელარიის სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურის ბალანსი იქნება ხო ან რომელი ეკონომიკის სამინისტრო ან ეკონომიკის სამინისტროს ბალანსი ეკონომიკის სამინისტრო შეიტანოს მე სასამართლოში სარჩელი რომ უკანონოდ შეიჭრა ვიღაცა კუჩა მოწანწალე მოქალაქე აი ამ სახელმწიფო ქონებაში სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას მისი გამოსახლების შესახებ შემდგომ ესე იგი ეკონომიკის სამინისტრო როდესაც მიიღებს ამ სასამართლო გადაწყვეტილებას რომ სასამართლომ გადაწყვიტა რომ ეს ხალი უნდა გამოასახლონ იზოლების წესით მიმართონ შემდგომ იმ ახსულების ეროვნულ ბიუროს ახსულების პოლიციას და გამოიყვანონ იქიდან ცეკვა თამაშით გაიგე ეს იქნება მისთვის რა იცი არაჩვეულებრივი ისა საჩუქარი საახალწლო საჩუქარი ხო აი ესე გააკეთეთ თუ გინდათ რომ ეს მართლაც რაც ეკუთვნის მაგას უკვე და რისი ღირსიცა და რაც დაიმსახურა ესე უნდა გააკეთოთ რა საქართველოს მოქალაქეობა და კიდევ ჯარიმები გამოუწერეთ კიდევ როგორც ახლა რა არის საქართველოს მოქალაქე ეს თუ თავინა რითიც დავიწყეთ და ვთქვით ხო სისხლსამართლოს საქმე თუ აღიზრა და ამ საქმიანობაში მისი მონაწილეობას გამოჩნდა, მას უნდა შეუწყდეს საქართველოს მოქალაქეობა, მინდა გითხრათ. აუცილებლად. ეს უნდა გახდეს საფუძველი მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის. ეს საფრანგეთის მოქალაქე კი ბატონო იყოს, რაც უნდა ისაკეთოს თავის საფრანგეთში და იბრძოლოს იქ დემოკრატიისა და ისა რა ქვია LGBT უფლებებისათვის თუ რისთვის უნდა და რისთვისაც ბრძოლობდა, ან გააგრძელოს დიპლომატიური სამსახური იმ ქვეყანაში, სადაც ის მსახურობდა, ან თავდაცვის სამინისტროში, სადაც ის გახდათ გენერალური ინსპექციის უფროსი თავის დროზე და რაღა დროის მაგის არა თუ რა თქმა უნდა მისი რაღა დროის მაგის ეგ საქმიანობა არის კაცო და მისი ქვეყნის ხელისუფლება გადაწყვეტს რომ გამოიყენოს წაათრიო ნაკეთა მოაწილო აკეთება კაცო რაღაცა დროის არ არის პრობლემა წაათრიო მოგაწილო ნაკეთა ზანებოს ყველა თავი მოგაწილო ნაკეთა ამიტომ გააკეთეთ ეს გაიგე არაჩვეულებრივი ის არის ეს რა ქვია მეთოდი მით უმეტეს როდესაც აგერ ახლა ჩვენ ხედავთ მერიის ზედამხედველების სამსახური ბიჭო აგერ ამ გაჭირებულ ხარს ასახლებს რაღაცა შენობებში და იმაში და იმას მიუვარდებით ხო აგერ გეკეთებათ არაჩვეულებრივი გასართობის საქმე რა მიდით და მიუვარდით და გამოასახლეთ იქიდან გესმით ზაშია საქმე და ჩვენ გვაყურებთ ეს კონცერტები რა ძვირფასო ტელემაყურებლებო მადლობთ რომ გვიყურებთ კარგად ვადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე მადლობა დიდი